უთხარი რომ საჭირო არ არის, მაგრამ მაინც მოვალთო და უარი ვერ უთხარი. არა უშავს ძმაო, მოვიდნენ. ისეც უსიამოვნე დღე იყო მაშინ. ხოთ მოდით. მობრძანდით. მადლობა. მობრძანდით. საჭირო არ არის შვილო, არ გინდა. რა საჭირო იყო? მობრძანდით. ხოთ მოდით. რამდენი მადლობაც არ უნდა თქვა, მაინც თქვენ ჩვენი შვილი გადაარჩინეთ. კიდევ ერთხელ მადლობა. ნებისმიერი ჩვენს ადგილას ამას იზამდა. ასე ნუ ამბობთ, ყველა არ იზამდა. ჩემს გამო საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეთ. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. კენანი ასეთია. ვისაც დახმარება სჭირდება, მაშინ რომ მასთან მირბის. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. გაგვიმართლა ასე დროს ასეთი ხალხი რომ შეხვდა. რას ამბობთ? ვერ ვიჯერებ. ხო, სინანმა საყვარელი როგორ გაიჩინა? თვალებში გიყურებდა? ასე იყო. ასე იყო, როგორც ჩანს გაუარა. ის ქალი უნდა ნახო, რომელიც აირჩია. საერთოდ ვერ დაიჯერებ. ღამის პეპელას გავს. არა, ასეთმა პატიოსანმა ადამიანმა, როგორც სინანია, გარდა ამისა შენს მერე. ხო, ასე ხდება ხოლმე, როცა დაბალი თვით შეფასების კაცი ირჩევ. ასეთები ცოლს ღალატობენ კახმებთან. თუ ახლა თulis რომ ამას იმსახურებს. კარგი, ჩემო ძვირფასო, მიხარია რომ მოვიშორე. ახლა ბატონმა სინანმა იფიქროს, ვინ უფრო დაზარალდა. მე მშვიდად ვარ. იქნებ ისევ შერიგდეთ. შეუძლებელია. თავარია კომპენსაცია გადაიხადოს და მე მშვენივრად ვიცხოვრებ. და ამის მერე არაფერზე არ ვიდარდებ. კიდევ გვესტუმრეთ, შვილო. ერთ დღეს იახტაზეც მოდით. მოვალ ღმერთით. მადლობა. უკაცრავად. ეს ბატონი ვინ არის? თითქოს მეცნო. აქ მუშაობს? ურალ დემიროღლუ, კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი. წარმატებები. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის. ძვირფასო ჩემო დედიკო. ნეტავ ჩემს გვერდით იყო. ნეტავ შენთან ლაპარაკი შემეძლოს. ძალიან მომენატრე. ახლა ვინ მაჩვენებს გზას? ვინ მეტყვის რა უნდა გავაკეთო? მაშინ როცა არ მეცოდინება რა არის სწორი და რა არასწორი. ხარს ვინ დამიჭერს? ბიძი არა ხდება. რაც გამოვედით იქიდან თითქოს ენა გადაყლაპე, არაფერს არ ამბობ. რა გადაგცდა ყელში? არაფერი შვილო, რა უნდა იყოს? იმ კაცს ეხება, რომელიც ნახეთ, როცა ბატონი კენენისგან გამოვედით. სულ გათეთრდი, როცა ის დაინახე. შეიძლება დეტექტივი გახდი? ცდები? საიდან უნდა იცნობდე იმ კაცს? უზარმაზარი კომპანიის მფლობელია. მისმინე, ხუთს ნუ გახსნე, რამე ცუდი არ ამოვიდეს იქიდან, დაივიწყე. კარგი ბიძია, მაგრამ ასე რომ ლაპარაკობ, უფრო მეტად მაინტერესებს. მომიყევი რა მოხდება? შვილო, რამდენიმე წლის უკან ილდერში ვმუშაობდი მდიდარ ბატონებთან. ხო, კარგი. ხო და ეს კაცი მეზობელ სახლში ცხოვრობდა. მას ყავდა ლამაზი, მხიარული ცოლი. მერე? მაგიტომაც ვიკითხე რომ მეცნო. სახელი რომ გავიგე გამახსენდა. მორჩა. კარგი, ასე იყოს მაშინ. მაგრამ მგონი ბოლომდე არ მოგიყოლია. თითქოს დაკითხვაზე ვარ, პროკურორი გახდი? დეიდა, როგორ გიხდება ეს ბჭყალები? მეც ეს ბჭყალები მომეწონა. ძალიან დახურული ხომ არ არის? შვილო, ეს ოჯახურია. ღია საჭირო არ არის. ასე ნუ ამბობ დეიდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამოღებულის ჩაცმა, მაგალითად როგორც მე.
მელოშისთვის სად არის? მეც მიყიდეთ? შეგჭამთ. არ მოგეწონა? არა. მოწონებით კი მომეწონა. ვიფიქრე იქნებ აქ ჩავჭრა ფეხებისთვის. რას გეუბნებოდით? წუწუნებს. როგორც გინდა ისე გააკეთე მელოშ. ერთი ხელის მოსმით მოვაწესრიგებ ამას. დიდი მადლობა. გამოუსწორებელია. ძალიან გამიხარდა აქ რომ მოხვედი სავახშმად. ადრეც მithkom შენთვის. სანამ ვურალს არ ვხედავ, პრობლემა არ არის. არი ნერვიულო, გვიან მოვა. საქმეა შეხვედრაზეა. ვურალი არ მაღელვებს. უბრალოდ როცა ახლოს არის ყოველთვის რაღაც დაძაბულობაა. არ მინდა ამაში შენ ჩაგრიო და გაგანერვიულო. ვიცი. ირმა გრაგჭირს. მაგალითად? გონი რაღაც უცნაურ ხასიათზე ხარ. თუ რამეს მიმალავ? მითხარი რამეს მალავ? არა. ისმინე თუ იმის გამო ხარ აქ, რომ არ ვრჩები, ეს ადრეს აგიხსენი. ეს არაფერ შუაშია. მაშინ კარგი რა. ანუ ნათელია რომ რაღაც არის. კენან, რთული პერიოდის გავლა მიწევს და შენი კითხვების მესმის, რადგან ერთმანეთს საკმარისად კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ძაბავს ის რომ ასე მაწვევი. ცოტა ხანი ისე მინდა ვიყო როგორც არის. მესმის, მაგრამ ხომ იცი რომ მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ ეს პერიოდი გადაილახო. ყველაფერი ვიცი, მაგრამ მინდა ყველაფერზე ვიფიქრო. რა იყო მამიკო ხელა? როგორ არა შვილო. ბოლოს და ბოლოს ჩემი ოცნების ქალს უერთდები. აზიზ, არსად არ მიშვებენ. რა თქმა უნდა ძვირფასო, კიდე ის გვაკვდა რომ ქორწილის დღეს იმუშავა. ერთდღეს მაინც არ იმუშავა მელეკ. სხვა არჩევანი არ მაქვს. შვილო, ხო ყველაფერი მზად არის. მზად არის. პატარა წვრილმანები დარჩა. ხაზალი, მელოში და დეიდა მშვენიერი გუნდი გახდა. მზადების პროცესი მართლა ძალიან კარგად მიდის. თუ დეიდას და მელოშის კამაც არ ჩაუთვლით. დეიდა ნარგიზი ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია მელოშს? ასეა? ასე ვთქვათ, ცდილობს. სად არის ისე? ხაზალი სად არის? ალბათ ზინავს ჯერ. წავალ შევხედავ. ხაზალს არ დაელოდოთ, ადრე გავიდა. ასე ადრე საწავიდა. ქორწილის საბოლოო მონახაზისთვის რაღაცის ყიდვა იყო საჭირო. იქიდან კი იახტაზე. მელეკ, ხედავ, როგორი შრომის მოყვარე შვილი გყავს. არ ჭამს, არ სვამს, არ ზინავს. ქორწილისთვის ემზადება. როგორი მიზანდასახულია ჩემი გოგონა. ჯანმრთელობა შენს ხელებს მელოშ. გემრიელად მიირთვით. წამოდით მალე. ყურადღებით არ გატყდეს. აი ეს იქით დადეთ. ან ქვემოთ ჩაიტანეთ. მიდი ძვირფასო, მიდი დაუჩქარე. წარმატებები. ხაზალ? თანაც ასე დროს. რა არის დროში ასეთი? ჩემ სამსახურში მოვედი გარდა ამისა, უნდა გავაკონტროლო ყველაფერი როგორც მთავარი ამ ქორწილში. კარგი, მობრძანდი. ბრძანებელი ხაზალი. თანაც ისეთი ახალგაზრდა, ალბათ დილამდე არ გეძინა. თვალიც არ დამიხუჭავს. ტიპიური ხაზალი, მთავარია სამსახური იყოს. შენზე კარგად არავინ არ მიცნობს. მანქანაში ნივთები მაქვს მზადებისთვის, ვინმე შეუძლია დამეხმაროს. მე დაგეხმარები.
რამე მოხდა? მოხდა რამე? უშინ ცოტა დავლია. ო, დალი. ჯერ არ განქორწინებულ ხარ და უკვე აღნიშნავ. ჩემი აზრით ჯობს იგლოვო, იმიტომ რომ განქორწინების მერე უზარმაზარი თანხის გადახდა მოგიწევს. გეყოფ ამის მოსმენა არ მინდა, საკმარისად დავიღალე. მართლა, მაგრამ შენ უიფიქრებ, იმიტომ რომ ძმა ყავს, რომელიც შენს მაგირად იფიქრებს ყველაფერზე. დილამშვიდობისა ძვირფასო, მოდი აქ. კალბატონო ირმაკ, მოვამზადე რაც გინდოდათ. მადლობა ნევრა. საით ირმაკ? კენანს სიურპრიზს გავუკეთებ. რომანტიკა. მაგრამ შენი უხეში მეთევზე გაიგებს ამას? სიურპრიზს ყველას არ უკეთებენ, მხოლოდ იმას, ვინც იმსახურებს, კარგი? შენ არ დაგხვდეს იქ სიურპრიზი, სანამ სიურპრიზის გაკეთებას დააპირებ. შეხვედრამდე. რამე სინებებთ? არა. ერთი დღით დარჩა მარტო და მაშინვე გასართობად გაიქცა. სინან. დატოვე, მე გავაკეთებ, მძიმეა. არაფერია. არ გახსოვს ილდირში რომ ვაკეთებდით ამას. ჯიუტობს, დატოვე რომ გეუბნები. კეფიცები ბავშვით ხარ. ყოველთვის უნდა გაკონტროლონ. შენც ჩვილი ბავში ნუ გამომიყვანე. კარგი, შეგნით რაღაცეები დებს, რაც შეიძლება გატყდეს. ყურადღებით იყავე. კარგი, ვიქნები. მოიცა ეს მომესი. ძიმეა. შეხედე რა უნდა მეჩვენი მინა შენთვის. შეხედე აბა, რომელს აირჩევ. მიდი აირჩიე. ორივე გამოვიყენოთ. არა, ორივე არ შეიძლება, ერთი უნდა აირჩიო. რეები მოვიფიქრე ჩემთვის თავში. მით უმეტეს ისეთ ადამიანზე, როგორიც კენანია. კენანის სიყვარულის შემოწმება მინდოდა. ოსტატო. ყველაფერი მომივიდოდა twin-ში, მაგრამ ის არა სიძე რომ გახდებოდი. რა მოხდა კაფეს? სიძეთ ვერ წარმომიდგენდი? ესე როგორ შეიძლება ოსტატო? თუ ვინმე იმსახურებს ამ დედამიწაზე სიძე რომ გახდეს, ეს შენ ხარ. მადლობა, მაგრამ იმისთვის რომ სიძე გახდე, ცოტა დავბერდი მგონი. არა, არ გინდა ახლა ასეთები. შენ არ ამბობდი სიყვარულს და ერთად ყოფნას ასაკი არა აქვსო? რა მოხდა კაფეს? სიყვარულზე ალაპარაკდი? არა, ოსტატო, ეს ისე ვთქვი. კეფიცები ჩემი ვალი შევასრულე. ახლა შენი ფიქრე, შენი ჯერია. მიდი. მიდი. დეიდა, რამოდენიმე საათი დარჩა. მე კი ფეხზე ვდგავარ, ნერვიულობ.
შენ რა გაგჭირს ჩემო საყვარელო? ვინმემ რომ გაიგოს იფიქრებს რომ შენ თხოვდები. ასე ნუ ამბობ დეიდა. ქორწილი და ნიშნობა ისეთი ადგილია, სადაც თავისუფალ ქალბატონებს შეუძლიათ საქმროს პოვნა. ღმერთო შენ მიშველე. რა იყო ძვირფასო? ასე არ არის, მელექი კი ის რომ იტყვის, მერე ჩვენი ჯერი დადგება. თქვენი? ჩვენი თავისუფალი ვინც არის? კარგი, მივხვდი რა პრობლემაც გაწუხებს. ნუ ლაპარაკობ, საქმეს დაუბრუნდი. ხაზალ შვილო სათხარ. ახლა მორჩი საქმეებს დედა, ახლავე წამოვალ. კარგი, მალე მოდი, სანამ არ მოხვალ არ დავიწყებთ. შვილის ყველა სურვილს ასრულებთ. რას ვიზამთ? სხვა არჩევანი მაქვს? უკვე მოვფრინავ. კენან დედასთან მივდივარ, საღამოს შევხვდებით. კარგი, შეხვედრამდე. ყველა მომიკითხე. კარგი, მოგიკითხავ. მობრძანდი ბახადირ. მადლობა კენან, მზადება დაგიწყვია უკვე. მადლობა. ისმინე, შენს დაპატიჟებული ხარ, საღამოს გელოდები. ყველა ჩემი ოჯახის წევრად ითვლება. შეგიყვარდება ისინი. არა, მეგობარო, არ შეგაწუხებთ. რა შეწუხება, სისულელეს ნუ ამბობ. თანაც გაიცნობ. თუ ასე დაჟინებით ამბობ? კენან. ის გოგო, ახლა ხანს რომ წავიდა, ის ვინ არის? აზალი? ძმა აზიზის შვილია. წეულებას ვისთვისაც მართა. აზალი კომპანიის ფლობელიც არის. მოდი გაჩვენებ შიგნით რას ხდება. მომისმენე. ახლავე ორი ჭიქა ყავა მომიტანე და ტელეფონზე არავინ დამაკავშირო. კარგი. უტვინო, რის გაკეთებას ვცდილობ. როგორ უნდა მივცა ყველაფერი, რაც მეკუთვნის. ურალ, რას ამბობ? ყველა გაზეთებში შენი ფოტოებია. რაშია შენი პრობლემა? გეფრენ რომ მიიღოს. შეხედების დაუკავშირდი, დეფნე და ებრუ. ურალ, ნუ მოწვევი, მალე ყველაფერს მოვაგვარებ. მოვაგვარებ, რა თქმა უნდა. სანამ მოვაგვარებ, ვინ იცის რა მოხდება უმაქნისო. ქალბატონო ირმაკ, კარგად ხართ? კარგად ვარ. რამე გნებავთ? მხოლოდ მარტო დარჩენა მინდა ნევრა. გთხოვ დამტოვე. ისმე ნევრა. ბატონო ურალ, ქალბატონი ირმაკი მოვიდა. რა მოხდა, ირმაკს რამე დაემართა? არ ინერვიულოდ ბატონო ურალ, კარგად არის. მაგრამ მომეჩვენა რომ უხასიათოდ არის. თითქოს რაღაცა მაწყენინა. ამიტომაც ვიფიქრე უნდა გწოდნოდეთ. კარგი, ახლავე სახლში მოვა, შენ მას არ მოშორდე. კარგი ბატონო, არ ინერვიულოდ. ტელეფონზე რატომ არ პასუხობ ირმაკ? დედა, მე და კენანმა კარგად მოვამზადეთ ყველაფერი. უნდა ნახო, იახტა ძალიან გალამაზდა. კენანმა ძალიან დაგვეხმარა. ხაზალ, რაღაც უნდა გითხრა. გისმენ დედა. შვილო.
იქნებ ცოტა მოშორებით იყო ქენანისგან. ზედმეტად ახლოს ვარ მასთან. არა, ამის თქმა არ მინდოდა. აბა ისი თქმა გინდოდა დედა? შვილო. ვიცი ქენანი როგორც გიყვარს. ისიც კარგად ვიცი როგორ უსამართლოდ მოგექცნენ. ყველაფერი მესმის დამიჯერე. მაგრამ ქენანი უკვე დაქორწინებულია. მე შინია წარსული არ გაგახსენდეთ და შეცდომა არ დაუშვათ. არანაირი შეცდომა არ იქნება. ეცადე მენდო. შვილო. მით უმეტეს ასეთ დღეს ამაზე როგორ ფიქრობ? შენი წყენინება არ მინდოდა. უბრალოდ არ მინდა ჭორები რომ გავრცელდეს. დედა არასწორს არაფერს არ გავაკეთებ. ვინმე თუ რამე სიტყვის. თავის დაცვას შევძლებ, არ ინერვიულო. ქენან? სიურპრიზი. ძალიან ლამაზი ყვავილებია. მიხარია რომ მოგეწონა. დილიდან დაკავებული ვიყავი. აზიზის ქორწილისთვის ვემზადებოდი, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოვიდა. მოგეწონება რომ ნახავ. მართლა? მარტო იყავი? არა, ჰაზალეც იქ იყო. ნივთები მოიტანა და ერთად გავალამაზეთ ყველაფერი. ცოტა დავიღალეთ, მაგრამ მამად ღირდა. ქორწილის ორგანიზატორი ის არის. ამიტომაც საკუთარი თვალებით ნახა ყველაფერი და შეაფასა. ირმა როგორ ხარ? ყველაფერი კარგად არის? ხო, რა მოხდა? ნევრამ დამირეკა, მითხრა თავს ცუდად გრძნობს, ამიტომ ნერვიულობდი. კარგად ვარ. ნუ მაწვევით ასე, უბრალოდ დაღლილი ვიყავი. ხედავ ერთმანეთს ჟესტებს უკეთებთ. რა მოხდა ისევ? მომისმინე, ჩემი და დააფასე ნეთებზე. გოგო დილით ადრე ადგა, ნაომის ადგილზე წავიდა იმისთვის, რომ შენთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. უთხარი ეს მეთევზე ვერ გაიგებს ამას მეთქი, მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე. ბოლოს მაინც ვერ გაიგო. ისევ მართალი აღმოჩნდი. ეს აქ დადე. კარგი. მისმინე, ცხელი საჭმელი წაიღე, წავიღე. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წავიღე. მოვიდნენ. მიდი მალე, ეს აქ დავტოვოთ. მიდით ბიჭებო, წამოიღეთ და წავიდეთ. მოგბრძანდით. მოგბრძანდით. რით შემიძლია დაგეხმაროთ? მადლობა. საჭმლის წასაღებად მოვედით. ყველაფერი მზად არის. კაფეს. ეს ყველაფერი ვინ უნდა დააწყოს იქ? ჩვენ? თქვენ? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რატომ? ეს ქალმა უნდა გააკეთოს. გარდა ამისა, რა იცით რას ნიშნავს ჭურჭლის დალაგება? რთული რა არის, ყველაფერს მოვაგვარებთ. არ შეიძლება, მეც უნდა წამოვიდე. კარგი, წამოდი მაშინ. ფრთხილად ბიჭებო. რას აკეთებს? არ ვიცი დეიდა, ჩვენთან მოდის. ახლა რატომ მიდის? ჯერ ადრეა შვილო. რა ვიცი, დაგეხმარებითო მითხრა. კარგი, წავედი დეიდა. მიდი, რა თქმა უნდა. წარმატებები. თქვენც წარმატებები. მადლობა. კარგი, წადით. სხეული უთამაშებს. ოჩახ. რა ვთქვა? მართლა იყავი ნაომის ადგომთან დილით. იქ წამოსასვლელად გამოვედი სახლიდან, მაგრამ რატომ არ მოხვედი ჩემთან? გზაში ცუდად გავხდი, ამიტომაც მანქანის გაჩერება მომიწია. რატომ არ დამირეკე? არ მინდოდა რომ დილიდან გენერვიულა. ირმა, ასე როგორ შეიძლება? ასეთ შემთხვევაში პირველი ადამიანი ვარ, ვისაც უნდა დაურეკო. კარგი, ასე აღარ მოვიქცევი. რამე რომ მოხსლოდა? ღმერთმა არქნას ავარიაში რომ მომხდარიყავი? სახლიდან შორს მაინც არ ვიყავი. დავბრუნდი და მაშინვე ჩამეძინა.
ზედმეტი ხომ არ არის. დედა დღეს თუ არა როდის? დიდებულად გამოიყურები. არ ვიცი. აზის რომ არ მოეწონოს? რასაცილო ხარ დედა? მამას ყველაფერი მოეწონება, რაც არ უნდა გააკეთო. ცოტა ჩრდილები ხომ არ მოვაშოროთ. არ შეიძლება ძალიან ლამაზად გამოიყურები. კარგი, შენთვის არაფრის თქმა არ შეიძლება. ახლა მამასთან მივდივარ, მაგრამ შენ არაფერი არ შეცვალო, კარგი? დეიდა. დედა შეხედე. მელეკ. შვილო, რა ლამაზი ხარ. რა იყო ქალბატონო მელეკ, შენ ხომ არ მოგწონდა? არ მოსწონდა? ამის გამო არა. მოიცადე შემოგხედე. ქალბატონო ნარგიზ ძალიან ლამაზად გამოიყურებით. დაჯექი მაკიაჟს გაგიკეთებთ. კარგი, მაგრამ ძალიან ბევრი არ გავაკეთოთ. კარგი, არ გააკეთებს. მელოში სად არის? ქვემოთ არის. რა მოხდა? რესტორანში მარტო დამტოვა. იახტაზე წავიდა. რა არის ამაში ასეთი დეიდა? ნახოთ როგორ დაგვეხმარება. ახლა მზად არის? ქვემოთ ემზადება. ნეტავ გენახათ. თლიანად ფერადია. უყვარს ფერები, რას ვიზამთ? აი იქ დადე. სამზარეულოში ნახე რამე ხომ არ დაგსა. გამარჯობა. მობრძანდი. ადრე მოსულ ხარ. რა თქმა უნდა ვერ მოითმინა. ვერ დაწყნარდი სანამ საკუთარი თვალებით არ ნახე არა ყველაფერი. რას ვიზამთ კენან? ასეთი ვარ. კარგად მოგწეულ ხარ. მისმინე, დიჯეის პულტი იქ დავდი. დამტენთან ახლოს. კარგია. სამზარეულო საქმეები კარგად მიდის. მაგითაც მზად არის, დასალევი მაცივაშია მეთაურო. ოჩახ ჯარისკაცო, დიდი მადლობა. სხვათა შორის ქორწინების რეგისტრატორი 8 საათზე აქ იქნება. არც ამაზე ინერვიულო. კიდევ ერთ ქორწილში ერთად ვართ. ამ ჯერზე ის ხალხი ქორწინდება, რომლებიც გვიყვარს. ხომ ბედნიერი ქორწილი იქნება. რა ოცნებები გქონდა წლების წინ? არაფერი არ გამოვიდა. ჩვენი ოცნება იყო. მაგრამ ბედი არა. ძმა ერთი წუთი შეიძლება. ნახოთ რა ხდება. ესე ჩვენი დიჯეი. კერძობს დავხედავ. რა სილამაზეა. სად მიდიხარ? ძმა აზიზის ქორწილში დამპატიჟეს დღეს. ბებერი მგელი ქორწინდება ბოლოს და ბოლოს. ჩვენი პარტნიორის გახდა. ყველა სცენაში ბრძანებებს გვაძლევს, ქორწილში კი არ დაგპატიჟა. მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებიან, ამიტომაც არ დაგპატიჟეს. თუ დაგპატიჟებენ, ისედაც არ ველოდით აზიზისგან ასეთ ჟესტს. ვინ წაგიყვანს? მძღოლი წამიყვანს. მძღოლი წაგიყვანს? შესანიშნავია. კენანი რას აკეთებს? რა კაცია ასეთი? მისთვის აზის ტოპრაკია მნიშვნელოვანი თუ შენ? ძმაო, ეს უბრალოდ დაპატიჟება არ არის. არამედ კენანის პირველი სამუშაოც არის. სამსახურშია და საქმეს ვერ მიატოვებს. რაკნას? შენ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყო მის ცხოვრებაში, არ გესმის? მაგრამ როგორც ხედავს, ხვები არიან პირველ ადგილას. ძალიან მალე გაიგებ, რის თქმასაც ვცდილობ, მაგრამ გვიანი იქნება. ძმაო, შენი სიტყვებით ვცდილობ დამაბნიო, მაგრამ გეყოფა უკვე. კარგი, წავედი. ირმაკ, მოდი ჩემო პრინცესა. ამას იმიტომ გეუბნები, რომ შენზე ვფიქრობ. უკეთეს იმსახურებ, ამას ვერ ხვდები? კარგი, გპირდები, აღარაფერს აღარ ვიტყვი. აღარაფერს აღარ გეტყვი საერთოდ. ირმა, კარგად გაერთე. მაგრამ ფრთხილად იყავი, არ გადაიღალო, კარგი? საერთოდ არ ფიქრობ, რომ შენი სიტყვებით ირმაკს გულს ტკენ. სინან, ბოლო ადამიანი ხარ, ვისაც შეუძლია ჭუის სწავლება დამიწყოს, ამიტომ გაჩუმდი. შილო, უნდა ვიჩქაროთ, გვაგვიანდება. არავითარ შემთხვევაში არ გაჩვენებ. მელოშ, ხალხს საკუთარ ქორწილში აგვიანდება. თუ ღმერთი გწამს, კარი გააღე. ადათ-წესებია. ძმაო აზის გაიგე? რა? ლამაზი პატარძალი რომ ნახო, ხელები უნდა გაამდიდრო. მელოშ.
გამომართვი. მიდი გამომართვი. მადლობა ძმაო. მზად ხართ? მიდი. გთხოვთ. ჩემო მელეკ. წავედით. მომეციეს. ღმერთო შენ მიშველე. დიდება უფალს. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა.com-ი. გახმოვანებული აჭარა.net.com-ის მიერ. ახადერ მომბრძანდი, გელოდებოდით. მადლობა, უკაცრავად დამაგვიანდა. შეხვედრა მქონდა და მერე დიდი საცობი იყო. რას ამბობ? მოდი გაგაცნო. ჩემი მეგობარი ბახადირი. ჩემი სამსახურით მისი მადლობელი ვარ. მობრძანდი. მადლობა. ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა. მადლობა მეგობარო. შემოდი დაჯექი, აქ ბევრი გემრიელი საჭმელია. მოიმსახურეთ. გამარჯობა. მე ბახადირი ვარ. გამარჯობა, მე ჰაზალი. სასიამოვნოა. კენან საიდან იცნობთ? სკოლიდან? არა, ილდირიდან. ილდირიდან? მეც იქიდან ვარ, მაგრამ რატომ არ გიცნობ? ეს ნორმალურია. სკოლის მერე გერმანიაში წავედი, მერე სამსახურის გამო ხან იქ ვარ, ხან აქ. ანუ იმ დროიდან კენანთან ურთიერთობა არ შეგიწყვეტიათ? ხშირად ვერ ხედავდი, მაგრამ ურთიერთობა სულ ქონდა. კენანი ძალიან მიყვარს. ბახადირ. აბა რა ხდება გერმანიაში? გერმანიაში ისევ ისეა ყველაფერი.
ნამწყრის დროა. აბა ვნახოთ. ინებეთ. თითქოს სიზმარში ვარ. ვერ ვიჯერებ, რომ რეალობაა. მე შინია ვინმე მოვა და გამაღვიძებს. არავინ არ გაგაღვიძებს, ჩემო ანგელოზო. ყოველთვის ბედნიერები ვიქნებით. ამ წუთზე ძალიან ბევრს ოცნებობდი. მეც. როგორ ამბობენ? მოთმინება ყველა საქმის გასაღებია. საკმარისად ვითმინეთ. იმ უბედურებებზე ვფიქრობ, რომლებიც მეგონა რომ არასდროს დასრულდებოდა. ვინმე რომ მოსულიყო და ეთქვა, რომ აზის ცოლად გაყვებოდი, არასდროს დავიჯერებდი. თითქოს მშვენიერი და კარგი, ძალიან შორს იყო. მე კი პირიქით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ერთხელაც ერთად ვიქნებოდით. ვიცოდი. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ შენც მელოდებოდი. გელოდებოდი აზის. არავის არ ვეუბნებოდი. არაფერს არ ვიმჩნევდი და გელოდებოდი.